თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. გასაკვირი არ არის, რომ ჩვენ მის მოსაპოვებლად ან აღსადგენად ყველაფრის გაღება შეგვიძლია. თავისუფლების აღკვეთა კი თავის მხრივ სასჯელის უმკაცრეს ფორმად ითვლება. სწორედ ამიტომ სახელმწიფოები აშენებენ ციხეებს, რომლიდანაც ზოგიერთი იმდენად მკაცრია, რომ მათგან გაქცევა ფაქტობრივად შეუძლებლად მიიჩნევა. ოდესღაც ალკატრასიც ასეთ ციხედ ითვლებოდა, თუმცა ერთხელ ალკატრასიდანაც გაიქცნენ. ალკატრასი ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთით მდებარე პატარა კუნძულია, რომელიც სან-ფრანცისკოს ყურეში მდებარეობს. მისი სიგრძე დაახლოებით 500 მეტრია, სიგანე კი 180. ანუ მოკლედ რომ ავხსნა, მისი ზომა დაახლოებით 5 ფეხბურთის მოედანს უდრის. შეიძლება ითქვას, რომ ეს იდეალური ტურისტული ზონა იქნებოდა, რადგან კუნძულიდან ქალაქისა და ოქროს კარიბჭეს არაჩვეულებრივი ხედები იშლება. თუმცა ამ კუნძულის მაცხოვრებლები ხედებით კბობას ნამდვილად ვერ ახერხებენ. მე-18 საუკუნეში ესპანელებმა კუნძულზე პირველი შუქურა ააგეს. თუმცა მას შემდეგ, რაც კალიფორნია ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილი გახდა, აქ საგუშაგო კოშკები განათავსეს. თუმცა მოგვიანებით ხელისუფლება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აქ არა საგუშაგო კოშკები, არამედ ციხე უნდა აშენებულიყო. ოღონდ არა უბრალოდ ციხე, არამედ ციხე, რომლიდანაც ვერავინ ვერასდროს ვერ გაიქცეოდა. ოდესღაც ითვლებოდა, რომ ამ ციხიდან არც არავინ გაქცეულა. თუმცა 2022 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ 3 ადამიანის ფოტორობოტი გამოაქვეყნა, რომლებიც აი ასე გამოიყურებიან. დიდი ალბათობით დაახლოებით ასე გამოიყურებიან ის ადამიანები, რომლებიც 63 წლის წინ გაიქცნენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაცული ციხიდან. ამ 3 ადამიანმა მოახერხა და თავი დააღწია ჯერ პირად საკანს, შემდეგ დაცვას, ბოლოს კი კუნძულს და ამის შემდეგ ისინი აღარავის უნახავს. ან სავარაუდოდ არავის უნახავს. გაირკვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება ციხიდან გაქცეულ პატიმრებს უკვე 60 წელიწადზე მეტი აიძებს. მიუხედავად იმისა, რომ მათ ვერ მიაგნეს, საქმე ოფიციალურად დახურულია. საქმის მასალები კი საჯაროდ არის ხელმისაწვდომი. დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებ იმაზე, თუ როგორ შეძლო 3 პატიმარმა კოვზის, გასაბერი ნავის, გარმონის და თავის მაკეტების დახმარებით ალკატრასის ციხიდან გაქცევა. მოკლედ, დალაიქეთ ვიდეო და გააზიარეთ იგი სოციალურ ქსელებში. რატომ მზად ხართ? დავიწყოთ. 1962 წლის 12 ივნისი. ალკატრასის ციხის მორიგი რუტინული დღე, რომელიც სტანდარტულად დაიწყო. ბილი 7 საათზე დაცვის წევრები საკნებს ათვალიერებენ. ამ დროისთვის აბსოლუტურად ყველა პატიმარი ვალდებულია, რომ გისოსებთან დადგეს და დაინახოს დაცვას. თუმცა 12 ივნისის დილას ერთ-ერთ კამერაში პატიმარი საბანში გახვეული აგრძელებდა ძილს. საკანთან გამავალი ციხის დაცვის წევრი ხელჯოხით ცდილობს მის გაღვიძებას, თუმცა პატიმარი არ რეაგირებს. მე მგონი მოკვდა, ეუბნება ოფიცერი კოლეგას და პატიმრის თავს კიდევ უფრო ძლიერად კრავს ხელჯოხს, რა დროსაც თავი საკნის იატაკზე ვარდება. რაღაც ჰორორ ჟანრის ისტორიაც წააგავს არა, თუმცა არ ინერვიულობთ, რა თქმა უნდა, ეს რეალური თავი არ იყო, ეს იყო იმიტირებული, უსტარულად დამზადებული ადამიანის მაკეტი, რომელიც წააგავდა იმ პატიმარს, რომელიც წესიდარიგით ამ საკანში უნდა ყოფილიყო. საბნის ქვეშ ადამიანების მაგივრად კარგად შეფუთული ზეწრები და ტანსაცმელია მოთავსებული. ციხეში განგაში სიგნალი ირთვება. მსგავს სცენას გუშაგები კიდევ 2 საკანში წააწყდებიან. ციხეში პროტოკოლით გათვალისწინებული სტანდარტული პროცედურა იწყება, თუმცა ეს პროცესი უპრეცედენტოა. იქიდან გამომდინარე, რომ პატიმრები გაიქცნენ ალკატრასიდან, იმ ადგილიდან, რომლიდანაც აქამდე ვერავინ ვერ შეძლო გაქცევა. ეს იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე მკაცრად კონტროლირებადი ციხე. გაქცევა უშუალოდ მომხდარ ფაქტამდე დაახლოებით 1 წლით ადრე დაიგეგმა. გამოსტილი ქურდი და ავტომობილების გამტაცებელი ალენ ვესტი ალკატრასში იმის გამო მოხვდა, რომ აქამდე რამდენიმე ციხიდან უკვე იყო გამოქცეული. ხალხში The Rocket, ანუ კლდის სახელით ცნობილი ციხიდან ხელისუფლებას იმის იმედი ჰქონდა, რომ ალენი ვერასდროს გაიქცეოდა. ალენ ვესტი ციხეში სანიმუშოდ და საკმაოდ კარგად იქცეოდა, რის გამოც მას მისცეს იმის საშუალება, რომ მონაწილეობა მიიღო სამღებრო საქმიანობაში, რომელიც ციხის იმ ნაწილში ტარდებოდა, სადაც მისი საკანი იყო განთავსებული. აქ ის არის აღსანიშნავი, რომ სამუშაოებში ჩართულობა არ იყო სასჯელის რაიმე სახის ფორმა. არა, სულაც არა. მსგავს სიტუაციაში პატიმარს ეძლეოდა იმის საშუალება, რომ იგი საკნიდან გამოსულიყო. ერთ-ერთ ასეთ სმენაში ვესტი ჭერზე დახურულ სამვენტილაციო ლუკს შენიშნავს.
რომელიც შენობის სახურავზე გადის და სწორედ ამ მომენტში ალენის გონებაში გაქცევის გეგმა ჩნდება. გეგმის განსახორციელებლად ალენს რა თქმა უნდა გუნდი სჭირდებოდა და ყველაზე კარგი შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესო კანდიდატი გახლდათ ფრენკ მორისი, რომელიც აქამდე ციხიდან არა ერთხელ, ორჯერ ან სამჯერ, არამედ 11ჯერ გაიქცა. რა თქმა უნდა, არა ალკატრასის ციხიდან, მაგრამ მაინც, რაც არ უნდა იყოს ცხოვრებისეული გამოცდილება, თავის აშვრება. მორისი პირველად 14 წლის ასაკში დაიჭირეს. პირველ შემთხვევას კი სხვა დანარჩენი მოყვა. მათ შორის პატიმრობა შეიარაღებული ძარცვის, ავტომობილების გატაცებისა და სხვა სისხლის სამართლის დარღვევების გამო. მის დოსიეში ერთ საკმაოდ საინტერესო ჩანართს შეხვდებოდით, რომლის მიხედვითაც მას 133 IQ ჰქონდა. რაც რა თქმა უნდა ჰიტას IQ-სთან ახლოსაც ვერ მივა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ნიშნულით ის საშუალო სტატისტიკურ ადამიანზე ბევრად უფრო ინტელექტუალურად ითვლებოდა. ალკატრასის ციხეს ამ ადამიანის კრიმინალურ კარიერაში გაქცევების რაოდენობა 11-ზე უნდა გაეყინა. ყოველ შემთხვევაში ამის იმედი ჰქონდათ მაღალ ჩინოსნებს, მაგრამ როგორც უკვე ხვდებით, ისინი შეცდნენ. რა თქმა უნდა, მხოლოდ ალენი და მორისი ამ საქმეს მარტო ვერ გაართმევდნენ თავს. სწორედ ამიტომ მოდით მათი გუნდის სხვა წევრებსაც გავეცნოთ. ესენი ძმები ჯონ და კლარენს ენგლინები არიან, რომლებიც მორისის მსგავსად მაღალი ინტელექტით არ გამოირჩეოდნენ, მაგრამ მათ დოსიეშიც ფრენკის მსგავსად ფიქსირდებოდა ციხიდან გაქცევა. გუნდი შეიკრა და ერთი შეხედვით ყველაფერი დაალაგებულია, თუმცა აქ ხაზგასასმელია ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ. თითოეული მათგანის საკანი ერთმანეთისგან შორის იმყოფება. არადა ამ საქმეს, ანუ ციხიდან გაქცევას, კოორდინირებული მუშაობა სჭირდება, რასაც თავის მხრივ სჭირდება ხშირი კომუნიკაცია. და ეს მაინც და მაინც რთულად გადასაჭრელი პრობლემა არ იყო. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული პატიმრები კარგად იქცეოდნენ და მათ ციხის უფროსობა მისცა იმის საშუალება, რომ ერთმანეთთან ახლოს მყოფი საკნები ჰქონოდათ. გასათვალისწინებელია ის მომენტიც, რომ ალკატრასის ციხეში საკნები ერთკაციანი იყო, რაც მას სხვა პენიტენციალური დაწესებულებებისგან გამოარჩევდა. ალკატრასის ციხეში პატიმარს მშვიდად ძილი შეეძლო, რადგან მას ძილში ვერავინ დაესხმებოდა თავს. მოკლედ, ალენ ვესტი, ფრენკ მორისი და ძმები ენგლინები იღებენ ერთმანეთის გვერდ მყოფ საკნებს 1961 წლის სექტემბრის პერიოდში. სწორედ ამ დროიდან იწყება მზადება მე-20 საუკუნეში ყველაზე დაცული ციხიდან გაქცევაში. პირველი ეტაპი გეგმა. ანდა მოიცადეთ 2 წამით, მანამ სანამ გეგმაზე ვისაუბრებ, მე უკვე მოგიყევით ის თუ ვინ არიან ამ გუნდის წევრები, მაგრამ არ მისაუბრია იმაზე თუ რატომ ითვლება ალკატრასის ციხე მე-20 საუკუნის პერიოდში ყველაზე დაცულ ციხედ, რომლიდან გაქცევაც ფაქტობრივად შეუძლებელია. სან-ფრანცისკოს ყურე პირველად 1769 წელს ესპანურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა, რომელსაც გასპარ დე პორტოლა ხელმძღვანელობდა. უშუალოდ ყურე პირველად დაინახა პორტოლას ექსპედიციის წევრმა, სერჟანტმა ხოსე ფრანსისკო ორტეგამ, რომელიც წინასწარ დაზვერვაზე იყო გაგზავნილი. თუმცა ევროპელი მკვლევრები მას გვერდს უვლიდნენ სქელი ნისლისა და ვიწრო შესასვლელის გამო. პირველად ყურეში 1775 წელს შევიდნენ ესპანელი ნავიგატორის ხუან მანუელ დე აიალას ხელმძღვანელობით. გემა, რომლის სახელიც სან კარლოსი იყო, გაიარა ოქროს კარიბჭის სრუტე და ყურეში შეცურა. სწორედ აიალმა შეადგინა ამ ტერიტორიის პირველი რუკა. ყურეში შესვლისას მეზღვაურებმა პატარა კუნძული შეამჩნიეს, რომელსაც ლა ისლა დელო ალკატრასის შეარქვეს, რაც ქართულად ითარგმნება როგორც ვარხვის კუნძული. მე-19 საუკუნის შუა პერიოდში, ოქროს ციებ-ცხელებისას, ამერიკის ხელისუფლებამ, როგორც უკვე მანამდე ვახსენე, კლდის შვერილებზე პატარა ციხესიმაგრე და შუქურა ააშენა. დაახლოებით 10 წელიწადში შტატებში სამოქალაქო ომი დაიწყო და ციხესიმაგრეში სამხედრო ტყვეებს ამწყდებდნენ. თუმცა რეალური პოპულარობა ამ კუნძულმა მხოლოდ 1934 წელს მოიპოვა. მაშინ როცა შენობა გადააკეთეს და მას პენიტენციალური დაწესებულების სტატუსი მიანიჭეს. ეს იყო ციხე, რომელშიც გათვალისწინებული იყო უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები და რომლიდან გაქცევის შესაძლებლობაც მინიმალურამდე იყო დაყვანილი. ალკატრასის მთავარი დანიშნულება განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების იზოლირება იყო. აქ ხდებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ მძარცველები, ქურდები, დაჯგუფების წევრები, ან ისინი, ვინც აქამდე უკვე სცადა ციხიდან გაქცევა. პრინციპი ძალიან მარტივი იყო. თუ შენ არ ემორჩილებოდი საზოგადოების წესებს, შენ ხვდებოდი ციხეში, მაგრამ თუ ციხის წესებსაც არ ემორჩილებოდი, მაშინ შენი ციხიდან შენ ხვდებოდი ალკატრასში.
30-იან წლებში ალკატრასის ციხეში ძირითადად ბანდიტები და განგსტერები ხვდებოდნენ. ამ პერიოდის ყველაზე პოპულარული პატიმარი ალ კაპონე გახლდათ. ამ დროისთვის ალკატრასის ციხე იმდენად მკაცრი იყო, რომ პატიმრებს ერთმანეთთან საუბარიც კი ეკრძალებოდათ. თუ კი სხვა ციხეებში ალ კაპონე ან რომელიმე მასავით გავლენიანი განგსტერი ახერხებდა ქრთამის ხარჯზე უკეთეს პირობებში ცხოვრებას, აქ ისიც სხვასავით პატარა კამერაში იჯდა და არ ჰყავდა თანასაკნელი. მასაც სხვასავით უწევდა დილის 7 საათზე გაღვიძება და ციხის წესებზე დამორჩილება. წესრიგის დარღვევის შემთხვევაში ყველა პატიმარს ჯიდნენ, მათ შორის ოდესღაც ყველაზე გავლენიან განგსტერებსაც კი. და დასჯის ერთ-ერთი ფორმა გახლდათ ის, რომ ხანდახან პატიმრებს საკნიდან გარეთ არ უშვებდნენ. მე კი შეგახსენებთ, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც პატიმრებს ერთმანეთთან საუბარიც კი ეკრძალებათ. ზოგიერთი მათგანი იმაზეც საუბრობდა, რომ ციხის დაცვის წევრები მათზე ფიზიკურად ძალადობდნენ, თუმცა სახელმწიფო რა თქმა უნდა ამ ყველაფერს უარყოფდა. გარკვეული დროის შემდეგ, უფრო კონკრეტულად კი 1960-იანი წლების პერიოდისთვის, განგსტერები უკვე იმდენად დიდ პრობლემას აღარ წარმოადგენდნენ ხელისუფლებისთვის, როგორც ადრე და შესაბამისად ალკატრასის ციხეშიც კი პირობები ოდნავ შემსუბუქდა. თუმცა ამას არ შეუცვლია ის ფაქტი, რომ ეს იყო მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაცული ციხე. და ახლავე აგეხსნით იმას თუ რატომ. პირველ რიგში აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კუნძულს მატერიკიდან კილომეტრნახევრიანი ცივი წყლის ზონა აშორებდა. ეს, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავდა გადაცურვის ფაქტს, თუმცა ეს დიდი ალბათობით ჰიპოთერმიით დასრულდებოდა. მანამ სანამ გაქცეული პატიმარი ამ პრობლემას წააწყდებოდა, მას მანამდე ზვიგენებთან შერკინება მოუწევდა. გამოსავალი ნავით გადაცურვაა, თუმცა მომსახურე პერსონალის გარდა, სხვა საზღვაო ტრანსპორტს კუნძულთან მიახლოება 200 მეტრის მანძილზე ეკრძალებოდა. მთლიან პერიმეტრს გარს ერტყა ეკლიანი მავთულხლართები. სნაიპერული შაშხანებით შეიარაღებული დაცვა კი 24 საათის განმავლობაში აკონტროლებდა ტერიტორიას. თუმცა ეს ყველაფერი გაქცეული პატიმრებისთვის მეორე ხარისხოვანი პრობლემა იყო. ითვლებოდა, რომ მთავარი შენობიდან გაქცევა შეუძლებელი იყო, რადგან ტუსაღების რაოდენობა იშვიათად აღემატებოდა რამდენიმე ასეულს და სამ მათგანზე ერთი დაცვის წევრი მოდიოდა. განსხვავებით სხვა ამერიკული ციხეებისგან, ეს თანაფარდობა საკმაოდ დაბალი იყო, რის ხარჯზეც ციხის დაცვის წევრები დღის განმავლობაში რამდენჯერმე ახერხებდნენ ტერიტორიის შემოვლას და პატიმრების შემოწმებას. საკნები ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს იყო განთავსებული, რაც მომსახურე პერსონალს იმის საშუალებას აძლევდა, რომ მარტივად ეკონტროლებინათ პატიმრები. შენობაში იყო საწყობიც, რომელშიც ინახებოდა ცრემლსადენი გაზი, იარაღი და გარდა ამისა დამცავი ფარები, რომელსაც ბუნტის შემთხვევაში იყენებდნენ. მაგრამ ეს ყველაფერი არა მხოლოდ თეორიაში, არამედ პრაქტიკაში გამომდგარი დაცვის სისტემა იყო, რასაც ადასტურებდა აქამდე არსებული 13 წარუმატებელი გაქცევის მცდელობა. მაგრამ ერთჩვენიერ დღეს რამდენიმე პატიმარმა ეს იდეალური სტატისტიკა გააფუჭა. გაქცევამდე მოსამზადებელი პერიოდი 1961 წლის სექტემბერში იწყება. თანამზრახველებს 4 მთავარი საკითხის დაგეგმვა ჭირდებათ. როგორ უნდა გამოვიდნენ საკნიდან, როგორ უნდა გამოიპარონ მთავარი შენობიდან, როგორ უნდა ჩავიდნენ სანაპიროზე ისე, რომ ვერავინ შენიშნოს და როგორ უნდა გაცურონ მატერიკამდე. პირველი პრობლემა ვერანაირად მოგვარდებოდა გისოსების გადახერხვით, რადგან მათ შეიარაღებული დაცვის წევრები იცავდნენ. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი გვირაბის გათხრა იყო. ნიჟარების ქვეშ დამაგრებული იყო სავენტილაციო სისტემა, რომლის მიღმაც ვიწრო დერეფანი წყალგაყვანილობის მილებისა და საკომუნიკაციო სისტემის ოთახამდე გადიოდა. ცუდი ამბავი იმაში მდგომარეობდა, რომ სავენტილაციო გასასვლელი იმდენად ვიწრო იყო, რომ მასში ადამიანი ფიზიკურად ვერ გაეტეოდა, მაგრამ ამ ისტორიას, როგორც უკვე გითხარით, წარმატებულობა არ აცდებოდა. და ამის მარტივი მიზეზი ის გახლავთ, რომ ამ სავენტილაციო გასასვლელის ირგვლივ არსებული ცემენტი, ისევე როგორც მთლიან ციხეში, ნესტისგან დარბილებული იყო და მისი მომტრევა მაინც და მაინც დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. პატიმრები სამზარეულოდან მოიპარავენ კოვზებს, გაუთლიან ხელის მოსაკიდებელს და დაიწყებენ სავენტილაციო შესასვლელის გაფართოებას. სანამ ორი პატიმარი საკუთარ საკანში არქეოლოგიური გათხრებით არის დაკავებული, მანამდე სხვა ორი პატიმარი ზვერავს სიტუაციას საიმისოდ, რომ დაცვის წევრებმა ეს პროცესი ვერ შენიშნონ. თუ გაქვთ ნანახი ფილმი გაქცევა შოუშენკიდან, ალბათ გაგახსენდებათ ის ფაქტი, რომ ფილმის მთავარ გმირს ამ ყველაფრისთვის 10-ზე მეტი წელიწადი დასჭირდა. აი, ამ გაქცევის მთავარმა გმირებმა კი ეს ყველაფერი კოვზის დახმარებით სულ რაღაც 9 წელიწადში შეძლეს. ამ დროის განმავლობაში მათ შეძლეს და გააფართოვეს სავენტილაციო შესასვლელი იმდენად, რომ მასში ადამიანი უპრობლემოდ გაეტეოდა. პირველი, ვინც საკომუნიკაციო სისტემის დერეფანში აღმოჩნდა,
კლარენს ენგლინი იყო. დერეფანმა ის სახურავამდე მიიყვანა, სადაც სანუკვარი სავენტილაციო ლუკი დახვდა, რომელიც შენობის სახურავზე გადიოდა. ეს ის მომენტი იყო, როცა ენგლინმა იფიქრა, რომ გაქცევამდე ცოტა დრო იყო დარჩენილი. თუმცა მალევე გააცნობიერა, რომ ლუკი მეტალის ჭანჭიკებით იყო დამაგრებული. პატიმრები გადაწყვეტენ, რომ ჭანჭიკები მოხერხონ. თუმცა ალბათ ხვდებით იმას, რომ ეს პროცესი სათქმელად რა თქმა უნდა მარტივია, მაგრამ შესასრულებლად რთული. აქ გასათვალისწინებელია ორი ფაქტორი. მოხერხვის პროცესი ხმაურიანია და ამას გარდა პატიმრები უნდა გამოვიდნენ საკნებიდან და მათ არ ყოფნას დაცვის წევრები ძალიან მარტივად შენიშნავენ. ფრენკ მორისის დოსიეში, რომელშიც წერია, რომ ის არაერთი ციხიდან იყო გაქცეული, ვკითხულობთ სიტყვად შეთანხმება escape artists, რაც ქართულად ალბათ როგორც გაქცევის დიდოსტატი უნდა გადაითარგმნოს. თუმცა სიტყვა artists სხვა მნიშვნელობაც აქვს და იგი მხატვარს ან ხელოვან ადამიანს აღნიშნავს. ალკატრასის ციხიდან გაქცეულ პატიმრებს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ხელოვანი ადამიანები, ხოლო მათ გეგმას და შემდეგ მის შესრულებას შედევრი. და ახლავე აგეხსნით იმას თუ რას გულისხმობ. იმისთვის, რომ ციხის დაცვამ ვერ შენიშნოს პატიმრების საკანში არ ყოფნა, ისინი ხელოვნურ თავებს აკეთებენ. ამისთვის კი ყველანაირ მასალას იყენებენ, რასაც ციხეშივე შეულობენ. მათ შორის ქაღალდს, ილოს ნაჭრებს, საპონს, მავთულს, ცემენტსა და წებოს. იმისთვის, რომ კუსტარულად დამზადებული მანეკენები მეტნაკლებად მაინც დამსგავსებოდნენ რეალური პატიმრების თავებს, მათ ორი დეტალი აკლდათ. ერთი გახლდა თმა, ხოლო მეორე ფერი. სწორედ ამიტომ გასათვალისწინებელია ალკატრასის ციხის ლმობიერი პოლიტიკა. თითოეულ პატიმარს ჰქონდა იმის უფლება, რომ რაღაც გარკვეული ჰობი ჰქონოდა. და ამ დროს, მაშინ როდესაც გაქცევა არის დაგეგმილი, პატიმრებმა მოიმიზეზეს, რომ თავიანთი მეორე ნახევრების პორტრეტების დახატვა სურდათ. ამის გამო ადმინისტრაციამ მათ მისცა საღებავები, რომლის დახმარებითაც მათ შეღებეს მანეკენები. აი, კლარენს ენგლინი კი ციხის სადალაქოში მუშაობდა, სადაც პატიმრების თმა შეაგროვა და ხელოვნურ თავებს მიამაგრა. პატიმრები საბნის ქვეშ ტანსაცმელს და თეთრეულს დებენ. ბალიშზე კი რეალისტურ თავის მანეკენს ათავსებენ. თუ დაცვა ახლოდან არ შეამოწმებდათ მათ, ვერც კი გაიგებდა, რომ საკანი წინამდვილეში цаრიელი იყო. კიდევ ერთი პრობლემა, რომლის წინაშეც პატიმრები აღმოჩნდებიან, კედლის ის ნაწილია, რომელიც მათ კოვზის დახმარებით ამოამტვრიეს. პრობლემის გადასაჭრელად ისინი თაბაშირის მუყაოზე დახატავენ კედლის ფერის კონტურს, რომელიც შორიდან თითქმის შეუძლებელია, რომ ვინმეს გაერჩია. ამის ფონზე შეიძლება ითქვას, რომ პირველი პრობლემა, ანუ ის, რომ პატიმრების საკანში არ ყოფნა ვინმე შეეძლო შეემჩნია, გადაჭრილია. გება შემდეგი ეტაპის დროც, იმ ჭანჭიკების მოხერხვა, რომელიც სავენტილაციო ლუკს ამაგრებს. ალბათ უკვე მიხვდებოდით, რომ პატიმრებს ციხიდან გაქცევაში დაეხმარა ისევ და ისევ ციხის მეტნაკლებად ლმობიერი პოლიტიკა. იმიტომ რომ ისინი სხვადასხვა სამუშაოებში იყვნენ ჩართულები. მაგალითად, ალენ ვესტი ციხის იმ ნაწილის ჭერს ღებავდა, სადაც მისი საკანი იყო განთავსებული. იგი სპეციალურად ყრიდა დაგროვებულ მტვერს და ნაგავს პირველი სართულის პრიალა იატაკზე, რომელსაც მომსახურე პერსონალი ბროდვეის ეძახდა. რა თქმა უნდა, პერსონალს ეს ყველაფერი აწუხებდა. სწორედ ამ დროს ალენ ვესტმა მათ საკმაოდ მარტივი გამოსავალი შესთავაზა, რომ ჭერის იმ მონაკვეთთან, რომელსაც ის ღებავდა, დაეკიდათ რაიმე სახის ნაჭერი, რომელიც ძირს დაყრილ ნაგავს შეაკავებდა. ასე ერთიც და მეორე მხარეც მაყოფილი იქნებოდა. ადმინისტრაცია ალენ ვესტის იდეას თანხმდება. პატიმრები ახლა ისე შეძლებდნენ ჭანჭიკების მოხერხვას, რომ მათ ვერავინ შენიშნავდა. თუმცა ერთი პრობლემა მაინც რჩებოდა. მოხერხვის პროცესი ხმაურიანია და ამიტომ მოსაფიქრებელია რაღაც ისეთი, რაც ამ პროცესის ხმას გადაფარავდა. ეს ის მომენტია, როდესაც კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმას, რომ ალკატრასის ციხე, მიუხედავად იმისა, რომ ის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ და ყველაზე კარგად გაკონტროლირებად ციხედ ითვლება, მაინც ითვალისწინებს ადამიანების უფლებებს და შესაბამისად პატიმრებს აქვთ იმის უფლება, რომ მუსიკას მოусმინონ. აქ ყოველდღე 17 საათი და 30 წუთიდან 19 საათის ჩათვლით პატიმრებს უფლება ჰქონდათ დაეკრათ სხვადასხვა ინსტრუმენტზე. აი მაგალითისთვის, ამ ციხის ყველაზე ცნობილი პატიმარი ალ კაპონე ბანჯოზე დაკვირით ირთობდა თავს. მუსიკის ხმა იდეალური გამოსავალი იყო და სულ რაღაც 3 თვეში პატიმრებმა მოახერხეს და აღნიშნული ჭანჭიკები მოხერხეს. მაგრამ აქ კიდევ ერთი რამ არის სათქმელი. მე მანამდე უკვე ვახსენე, რომ ისინი მართლაც რომ დახელოვნებულები იყვნენ გაქცევის საკითხში. მათ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ მოხერხილი ჭანჭიკები შეიძლებოდა რომ შეემჩნია რომელიმე დაცვის წევრს და სწორედ ამიტომ გამოთალეს საპნიდან ჭანჭიკების მსგავსი მაკეტები,
რომლებიც საღებავების დახმარებით მეტალის ფერში შეღებეს და ჩაანაცვლეს. ჭერქვეშ არსებულ პატარა სივრცეში, რომელიც დაფარული იყო ნაჭრით, 4-მა პატიმარმა სახელოსნო მოიწყო. გეგმის ბოლო ნაწილი ნავის დამზადება იყო, რომლის დახმარებითაც პატიმრები აპირებდნენ სან-ფრანცისკოს ყურეს გადაცურვას და მატერიკამდე მისვლას. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით ფრენკ მორისს, რომელსაც მაღალი IQ ჰქონდა, უყვარდა ჟურნალი პოპულარული მექანიკის კითხვა, სადაც ერთ-ერთ სტატიაში ეწერა ის, თუ როგორ უნდა დაემზადებინა საწვიმარის დახმარებით სამაშველო ჟილეტი. აქ უნდა განვმარტო ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტი. სან-ფრანცისკოს ყურეში წვიმა იშვიათი მოვლენა ნამდვილად არ არის. აქ ძალიან ხშირად წვიმს და შესაბამისად პატიმრების გარდერობის განუყოფელი ნაწილი საკმაოდ კარგი და ხარისხიანი საწვიმარებია. საუბარი არა პოლიეთილენისგან დამზადებულ მოკლემკლავიან, არამედ მკვრივი ნაჭრისგან შეკერილ საწვიმარებზე მაქვს, რომლებიც ციხეში ხშირად იკარგებოდა და რომლებსაც დაცვის წევრები ხშირ შემთხვევაში არც კი ითვლიდნენ. ამიტომ პატიმრებმა არამხოლოდ თავიანთი, არამედ სხვა პატიმრების საწვიმარების დახმარებით დაიწყეს ნავის შეკერვა. აი კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ვფიქრობ, რომ მათი გაქცევის გეგმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თითოეულმა პატიმარმა, რომელიც ამ ციხეში იმყოფებოდა, იცოდა ის თუ რას გეგმავდა ეს ოთხეული. პირველ რიგში იქიდან გამომდინარე, რომ მათი საკნები ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს იყო განთავსებული და შესაბამისად შეუძლებელი იყო ის, რომ კოვზის დახმარებით გათხრილი სავენტილაციო შესასვლელი რომელიმე მათგანს არ შეიმჩნია. მაგრამ აზგასასმელი ის არის, რომ მათ შეეძლოთ ამ ოთხეულის დასმენა, მაგრამ ეს არც ერთ მათგანს არ გაუკეთებია. სხვადასხვა ციხეში სამკერვალოში მუშაობის გამოცდილება პატიმრებს გამოადგათ. მათ ნავი რამდენიმე ათეული საწვიმარის დახმარებით შეკერეს და გადავიდნენ გეგმის შემდეგ ეტაპზე. იმპროვიზირებულ სახელოსნოში, რომელიც შეგახსენებთ, რომ ციხის სხვენში იყო, პატიმრებმა შეძლეს და დაამზადეს ფიცრების დახმარებით ნიჩბები. ერთი სიტყვით, ალენ ვესტი, ფრენკ მორისი და ძმები ენგლინები მზად იყვნენ ციხიდან გასაქცევად. 1962 წლის 11 ივნისს საღამოს 10 საათზე ალკატრასში შუქს აქრობენ. მეორე დღეს კი დილის 7 საათზე სტანდარტული შემოვლა იწყება. თანამზრახველებს ციხიდან გასაქცევად 10 საათზე ნაკლები დრო ჰქონდა. მიუხედავად იდეალურად დაგეგმილი გაქცევისა, პირველ ეტაპზე ერთ-ერთი პატიმარი მაინც რჩება ციხეში. ეს ალენ ვესტია, ადამიანი, რომელმაც სავენტილაციო გასასვლელიდან გაძრომა მოიფიქრა. დღემდე გაურკვეველია ის თუ რა გახდა იმის მიზეზი, რომ ალენ ვესტი ციხეში დარჩა. მაშინ, როდესაც გამომძიებლებმა მას დაკითხვა მოუწყვეს, მან ისაუბრა იმაზე, რომ თაბაშირ მუყაო, რომელიც მან ააფარა სავენტილაციო გასასვლელს, იმდენად მყარად ჰქონდა დამაგრებული, რომ მისი გამტრევა ვერ შეძლეს. თუმცა კიდევ ერთი ვერსია არსებობს, რომლის მიხედვითაც მას შეეშინდა ციხიდან გაქცევის, იმიტომ რომ შეგახსენებთ, ამ ციხიდან სხვებსაც ჰქონდათ გაქცევის მცდელობა, თუმცა თითოეული მათგანი წარუმატებლად დასრულდა. არსებობს კიდევ ერთი ვერსიაც, რომლის მიხედვითაც იმ სამეულმა ალენ ვესტი ირვანდელ ეტაპზევე ჩამოაშორეს გეგმას. თუმცა ახლა უკვე რამდენიც არ უნდა ვიმარჩიელოთ, რეალურ მიზეზს ალბათ ვეღარ გავიგებთ. გაქცევის გეგმაში ახლა უკვე მხოლოდ 3 მონაწილეა დარჩენილი: ფრენკ მორისი და ძმები ენგლინები. ისინი გამოიპარნენ საკნებიდან, ავიდნენ სავენტილაციო ლუკთან, გახსნეს წინასწარ მოხერხილი მესერი და ავიდნენ სახურავზე. იმ ადამიანების თქმით, რომლებიც ამ პერიოდში ალკატრასის ციხეში ისხდნენ, მათ გაიგეს ის თუ როგორ დაეცა მეტალის კონსტრუქცია ციხის სახურავზე. ანუ საუბარი მაქვს სავენტილაციო ლუქზე. და იმისთვის, რომ ეს ხმაური არ გაიგო დაცვის წევრებს, პატიმრები ახმაურდნენ. მოკლედ, ამასთან დაკავშირებით არანაირი ჩანაწერი არ არსებობს, ანუ არც ერთ დაცვის წევრს, არც ღამით სახურავზე ჩამოვარდნილი ლუკის ხმა არ გაუგია და არც პატიმრების ხმაური, თუმცა ერთი რამ ფაქტია. ის ადამიანები, რომლებიც ციხიდან გაიქცნენ, სახურავზე შეუმჩნევლად ავიდნენ. პატიმრებს თან ჰქონდათ გასაბერი ნავი, ნიჩბები, სამაშველო ჟილეტები და გარმონი. ციხის შენობის გვერდით ცალკე მდგომი სამზარეულო განყოფილება იყო, რომელსაც გამწვავი მილები ჰქონდა დამაგრებული. ამ მილების დახმარებით პატიმრები მავთულ ხლართებამდე მივიდნენ. გადაკიდეს მასზე ტანისამოსი და უსაფრთხოდ ჩავიდნენ კუნძულის სანაპიროზე ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან. სწორედ აქ ისინი იყენებენ გარმონს, რომლის დახმარებითაც ბერავენ უსტარულად დამზადებულ ნავს და შემდეგ უკვე გაბერილ ნავში სხდებიან. მათ ზურგს უკან ამერიკის ყველაზე დაცული ციხე ნელ-ნელა პატარავდება. ის, რაც ალკატრასის ციხეში მეორე დღეს მოხდა, უკვე მოგიყევით.
დაცვის წევრები აღმოაჩენენ უსტარულად დამზადებულ მანეკენებს, საუბარი მაქვს თავებზე, ჩართავენ განგაშს და დაიწყებენ გაქცეული პატიმრების ძებნას. ციხის ხელმძღვანელობამ მალევე დაადგინა, რომ გაქცეული პატიმრები კუნძულის ტერიტორიაზე აღარ არიან. საქმეში გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები ერთვებიან, რომლებიც სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დახმარებით ათვალიერებენ სან-ფრანცისკოს ყურეს. კუნძულთან ახლოს მდებარე პოლიციის განყოფილების თანამშრომლები კი მატერიკის მხრიდან ათვალიერებენ სანაპიროს. ეს დეტალები, ანუ ამ ადამიანების ჩართულობა იმაზე მეტყველებს, რომ სახელმწიფო სერიოზულად განიხილავს იმ ფაქტს, რომ ამ პატიმრებმა დიდი ალბათობით მოახერხეს და გადაცურეს სან-ფრანცისკოს ყურე. საქმეში არსებული მთავარი სამხილები გაქცეული პატიმრების საკნები, მათ მიერ დამზადებული მანეკენები, იმპროვიზირებული სახელოსნო და ალენ ვესტია, რომელიც დაკითხვაზე გამომძიებლებს გაქცევის დეტალებს აცნობს. დროსთან ერთად გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები გაქცევის ყველანაირ დეტალს გაეცნობიან. თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც რჩება პასუხგაუცემელი კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოვიდა ფრენკ მორის და ძმებ ენგლინებს გაქცევის შემდეგ. გაქცევიდან 3 დღეში პოლიციელები რამდენიმე სამხილს მიაგნებენ. ალკატრასიდან დაახლოებით 1 კილომეტრში საზღვაო პოლიცია წყალში გადაგდებულ ფოტოსურათს აღმოაჩენს, რომელიც ძმებ ენგლინებს ეკუთვნოდათ. ალკატრასთან ახლოს მდებარე კუნძულზე ისინი ასევე პოულობენ ნიჩაბს. სანაპიროზე კი, რომელიც ალკატრასიდან საკმაოდ მოშორებით იმყოფება, პოლიციელები სამაშველო ჟილეტს იპოვიან. იგი ემთხვევა იმას, რომელიც ალენ ვესტს დარჩა საკანში. პოლიციელები გაქცეული პატიმრების ნათესავებთან და ახლობლებთან მიდიან. თითოეული მათგანი დაკითხვისას საუბრობს იმაზე, რომ არანაირი წერილი ან გაფრთხილება გაქცევასთან დაკავშირებით არ მიუღიათ. ძმები ენგლინების დედამ პოლიციელებს განუცხადა, რომ არ უნახავ შვილები და რომც ენახა, არ მისცემდა გამომძიებლებს არანაირ ინფორმაციას. გაქცეული პატიმრების ნათესავებს 24 საათიან რეჟიმში უთვალთვალებენ და ეს თვალთვალის პროცესი თითქმის 20 წელი გაგრძელდება. თუმცა ამ წლების განმავლობაში გამომძიებლები ვერცერთ პატიმარს ვერ მიაგნებენ. 1979 წელს გამოძიების ფედერალური ბიურო საქმეს დახურავს. თითქმის 20 წელიწადში მათ დეტალურად შეისწავლეს გაქცევის გეგმა, რომელიც 1961 წლის სექტემბრიდან 1962 წლის ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავდა. ერთი სიტყვით, მათ ეწოდინება თითოეული ის დეტალი, რომელზეც ამ ვიდეოში უკვე ვისაუბრე. თუმცა ერთი რამ, რაც გაქცევის ფაქტზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, დღემდე გაურკვეველია. გაურკვეველია ის, თუ რა მოუვიდათ პატიმრებს გაქცევის შემდეგ. მათი სხეულები არ გამოურიყავს წყალს, რაც გარკვეულწილად გამორიცხავს დახრჩობის ვერსიას. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ რამდენიმე თეორია შეიმუშავა, თუმცა თითოეული მათგანი საკმაოდ დიდი რაოდენობის კითხვის ნიშანს ბადებს და მოდით ახლა ამ თეორიებზე ვისაუბროთ. FBI-ის ვებგვერდზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ პატარა სტატია, რომელშიც ციხიდან გაქცევა დეტალურად არის განხილული. სტატიის ბოლოს კი თქვენ ნახავთ თეორიას, რომლის მიხედვითაც გაქცეულმა პატიმრებმა ვერ შეძლეს ხმელეთამდე მისვლა და დაიხრჩნენ. არგუმენტების ჩამონათვალში ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ პატიმრები ფიზიკურად არ იყვნენ მზად იმისთვის, რომ ამ ხელა მანძილი, მიუხედავად იმისა, რომ მათ ნავი ჰქონდათ, უპრობლემოდ გადაეცურათ. თუმცა ამ მთავარი მიზეზის გარდა კიდევ რამდენიმე მიზეზი სახელდება. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ თეთრი ზვიგენების თავდასხმა, შემდეგი მიზეზი გახლავთ ძლიერი ქარი და გარდა ამისა ის ფაქტი, რომ ივნისის მიუხედავად წყლის ტემპერატურა საკმაოდ დაბალია. ერთის მხრივ თითოეული ეს მიზეზი საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერს. ციხეში დარჩენილი პატიმრების ჩვენების მიხედვით, გაქცევის შემდეგ ისინი უნდა გადასულიყვნენ Angel Island-ზე, რომელზეც მიტოვებული სამხედრო ბაზა იმყოფებოდა. აქედან კი თანამზრახველებს მატერიკზე გადასვლა ჰქონდათ დაგეგმილი. გამომძიებლების ვარაუდით ძლიერმა ქარმა ნავს მიმართულება შეუცვალა და პატიმრები ოკეანეში აღმოჩნდნენ. ამ მომენტში ისინი მიხვდნენ, რომ კუნძულ Angel-ზე გადასვლა ვეღარ ხერხდებოდა და ამის გამო წყალში გადახდნენ, რათა მასთან ნავის მაგივრად სურვით მისულიყვნენ. თუმცა მალევე ჰიპოთერმიამ თავის იქნა და გაუძლურებული პატიმრები დაიხრჩნენ. არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება, რომ მათ ზვიგენები დაესხნენ თავს და შესაბამისად ვერ შეძლეს გადარჩენა. ამ ვერსიას ადასტურებს ის ფაქტი, რომ საზღვაო პოლიციამ ფოტო და ნიჩაბი აღმოაჩინა. გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ წარდგენილი ვერსია საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერს, თუმცა მიუხედავად ამისა, არის რამდენიმე ფაქტი, რომელიც ამ ვერსიებს
მეტნაკლებად მარტივად აბათილებს. და მოდით, განვიხილოთ თითოეული მათგანი. ალკატრასის შესახებ გავრცელებული მითების თანახმად სან-ფრანცისკოს ყურეში თეთრი ზვიგენები ბინადრობენ, თუმცა ეს სინამდვილეში მითია. ყურეში ნამდვილად არიან ზვიგენები, თუმცა საუბარი არა თეთრ ზვიგენზე, რომელიც ადამიანებს თავს ესხმის, არამედ ზვიგენის იმ სახეობაზე არის, რომელიც ადამიანთან კონტაქტს და კომუნიკაციას საერთოდ გაურბის. და იმისთვის, რომ ეს დაგიმტკიცოთ, გეტყვით იმას, რომ ამ ტერიტორიაზე, ანუ ალკატრასის ტერიტორიაზე ტარდება ტრიათლონი, რომლის შეჯიბრებებიდანაც ერთ-ერთი გულისხმობს იმას, რომ მასში მონაწილეებმა ალკატრასის ციხის კუნძულიდან, ახლა უკვე აქ ალკატრასის ციხე აღარ არის, მაგრამ მაინც მატერიკამდე უნდა გადაცურონ. ყოველწლიურად რამდენიმე ათეული, ხანდახან კი ასეული ადამიანი ახერხებს ძლიერი ქარისა და წყლის წინააღმდეგობის მიუხედავად ამ მანძილის სურვით დაფარვას, რაც იმას ნიშნავს, რომ თავისუფლების მოპოვების სურვილით მოტივირებულ პატიმრებს იმაზე მეტი შანსი ჰქონდათ, რომ გადაეცურათ ეს ყურე, ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებსაც თან სამაშველო გუნდი დაყვება. წყლის საშუალო ტემპერატურა სან-ფრანცისკოს ყურეში 12-დან 15 გრადუსამდე მერყეობს. მართალია ეს არ არის მაინც და მაინც კომფორტული გარემო იმისთვის, რომ იცურავო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ასეულობით ადამიანმა, რომელმაც ტრიათლონის შეჯიბრებები გაიარა, დაამტკიცა ის, რომ ჰიპოთერმია აქ მაინც და მაინც არ გემუქრება. და ხო, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც ეს ტრიათლონი ტარდება, არც ერთ მის მონაწილეზე არ დაფიქსირებულა ზვიგენის თავდასხმა. თეორიაში ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ალკატრასის ციხის პატიმრებს სრულიად უპრობლემოდ შეეძლოთ ამ ყურეს გადაცურვა, თუმცა მიუხედავად ამისა, ყველაფერი რა თქმა უნდა მთლად ისე მარტივად არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ალკატრასის საშხაპეებში ცხელი წყალი მოდიოდა. ოღონდ ეს იმისთვის კი არ იყო გაკეთებული, რომ პატიმრები კომფორტულად ყოფილიყვნენ. არა, სულაც არა. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ გაქცევის შემთხვევაში მათ დისკომფორტი შექმნოდათ ცივ წყალში ჩასვლისას. და ხო, რა თქმა უნდა, ალკატრასის პატიმრებს სულაც არ ჰქონდათ აუზი, რომელიც ცივი წყლით იყო სავსე და შესაბამისად ისინი სულაც არ იყვნენ ცივ წყალთან ადაპტირებულები. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ 1962 წელს, 1962 წლის ბოლოს უпростоრედ, მათი გაქცევიდან დაახლოებით 9 წლის შემდეგ, კიდევ ერთმა პატიმარმა სცადა გაქცევა, მაგრამ უშედეგოდ. საუბარი ჯონ სკოტზე მაქვს, რომელმაც შეძლო და სან-ფრანცისკოს ხიდამდე გაცურა, თუმცა იმდენად დაიღალა, რომ ნაპირზე გასვლისას გული წაუვიდა და პოლიციელებმა ადგილზევე აიყვანეს. იმას, რომ დღევანდელი ვიდეოს მთავარი გმირები დაიხსნენ, ადასტურებს რამდენიმე ირიბი მტკიცებულებაც. ახლობლებზე თითქმის 20 წლიანი თვალთვალის მიუხედავად, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ვერ შეძლო ვერცერთი მტკიცებულების პოვნა, რომელიც ადასტურებდა იმას, რომ პატიმრები ცოცხლები იყვნენ. არც ერთი მათგანი არ შეხმიანებია ოჯახის წევრს, მათ არ გაუგზავნიათ წერილი და არ გამოჩენილან იმ ადგილებში, სადაც თეორიაში შეიძლებოდა მისულიყვნენ. თუმცა ხაზგასასმელია ისიც, რომ ვერც საზღვაო პოლიციამ და ვერც სახმელეთო პოლიციამ, ვერც ცოცხალ და ვერც მკვდარ გაქცეულ პატიმრებს ვერ მიაგნა. ამის გამო საქმე 1979 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური მარშალების სამსახურს გადაეცა, რომელთა მოვალეობაც პირველ რიგში დამნაშავეების ძებნაა. უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში გაქცეული პატიმრების შესახებ დიდი რაოდენობის ინფორმაცია გავრცელდა. ზოგიერთი მათგანი იმაზე მეტყველებდა, რომ პატიმრები არამხოლოდ არ დაღუპულან, არამედ ქვეყანა დატოვეს და გააგრძელეს მშვიდი ცხოვრება. სხვათა შორის 2000-იანების დასაწყისში საკმაოდ ცნობილი და პოპულარული გადაცემის Mythbusters-ის წამყვანებმა სცადეს და გაიარეს იგივე გზა, რაც ალკატრასის ციხიდან გაქცეულმა პატიმრებმა. უпростоრედ კი არ გაიარეს, არამედ გაცურეს. მათ იგივე მასალისგან დამზადებული საწვიმარებით შეკერეს ნავი, გაბერეს იგი გარმონის დახმარებით და სცადეს ალკატრასიდან Angel Island-ამდე გადაცურვა. თუმცა დანიშნულების ადგილამდე მისვლა ვერ შეძლეს და Angel Island-ის მაგივრად ოქროს კარიბჭის სახელით ცნობილი ხიდის ნაპირებთან მივიდნენ. მას შემდეგ, რაც საქმე გამოძიების ფედერალური ბიუროდან ფედერალურ მარშალებს გადაეცათ, გასაჯაროვდა რამდენიმე მოულოდნელი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც პატიმრების ნავი, რომელზეც აქამდე არავინ საუბრობდა, Angel Island-ის ნაპირთან იპოვეს. დოკუმენტებში საუბარი იმაზეც იყო, რომ კუნძულთან ნაპოვნი ნავიდან 3 ადამიანის კვალი შეინიშნებოდა. ამავე დოკუმენტში საუბარია იმაზეც,
რომ კუნძულთან ახლოს მდებარე პოლიციელები ერთმანეთს რაციაში გადასცემდნენ ინფორმაციას გატაცებულ ავტომობილებთან დაკავშირებით. ალბათ ხვდებით, რომ გაქცეულ პატიმრებს ტრანსპორტი სჭირდებოდათ, კი, მათ ჰქონდათ ნავი, მაგრამ სახმელეთო ტრანსპორტზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი. აქ საინტერესო ის არის თუ რატომ შეიძლებოდა რომ დაემალა გამოძიების ფედერალურ ბიუროს ის ფაქტი, რომ პატიმრები მივიდნენ ნავით ეგრეთ წოდებული Angel, ანუ ანგელოზების კუნძულთან, შემდეგ ავიდნენ ამ კუნძულზე, ამ კუნძულიდან მატერიკზე გადავიდნენ და გაიტაცეს ავტომობილები. მე გეტყვით ჩემს მოსაზრებას, რომელიც უბრალოდ ჩემი მოსაზრებაა, მე არც გამომძიებელი ვარ, არც ექსპერტი, უბრალოდ მაქვს ჩემი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. სავარაუდოდ სახელმწიფოს არ აწყობდა ის ფაქტი, რომ ასე ვთქვათ, გაევრცელებინა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ალკატრასის ყველაზე აუღებელი ციხესიმაგრიდან, უпростоრად კი ციხიდან, რომელიც ყველაზე კარგად იყო დაცული, გაიქცნენ პატიმრები, შემდეგ მათ შეძლეს მატერიკზე გადასვლა, ავტომობილის მოპარვა და ქვეყნიდან მიმალვაც კი. 70-იანი წლების შუა პერიოდში ბრაზილიაში აი ეს ფოტოსურათი გავრცელდა. ფოტოს ავტორი ამტკიცებდა, რომ ეს ძმები ენგლინები იყვნენ, რომლებმაც შეძლეს ქვეყნიდან გაქცევა, ბრაზილიაში ჩასვლა და ცხოვრების მშვიდად გაგრძელება. თუმცა ექსპერტების თქმით, ფოტოს ხარისხი არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ინფორმაცია დადასტურებულიყო. მოკლედ, ისევე როგორც ყველა სხვა მსგავსი ტიპის მისტიურ ისტორიას, ამასაც აქვს თავისი კონსპირაციული თეორია. და ამ კონსპირაციული თეორიის მიხედვით, სახელმწიფომ თავად დაგეგმა პატიმრების გაქცევა. იმიტომ რომ მას აღარ სურდა ამ ციხის შენახვა. პირველი მიზეზი ის არის, რომ ციხე საკმაოდ მიუწვდომელი და მიუვალი იყო, მეორე მიზეზი ის გახლავთ, რომ ამ მიუვალობის გამო სხვადასხვა რესურსების, მათ შორის საკვების, ტანისამოსის და მსგავსი რაღაცების გადატანა ციხეში საკმაოდ ძვირი ჯდებოდა და შესაბამისად, იმის გამო რომ პატიმრები გაიქცნენ, მათ კიდევ ერთი დამატებითი მიზეზი ექნებოდათ იმისთვის, რომ ციხე დაეხურათ. და პრინციპში ასე მოხდა კიდეც. დაახლოებით 1 წელიწადში ალკატრასის ციხე დახურეს. მიუხედავად იმისა, რომ ძმებ ენგლინებს, ისევე როგორც ფრენკ მორის, იდეაში და თეორიაში შეეძლო მშვიდი და ლაღი ცხოვრების გაგრძელება, მე შეგახსენებთ იმას, რომ მათ დოსიეში ეწერა, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი ციხიდან გარბოდნენ და განსაკუთრებით კი ფრენკ მორისი, რომელიც 11 ჯერ იყო ციხიდან გაქცეული, მალევე რაღაცას აშავებდნენ. და არ გამოვრიცხავ, რომ მსგავს სიტუაციაშიც იგივე ექნათ, ანუ გაქცეულიყვნენ ციხიდან და ისევ ციხეში დაბრუნებულიყვნენ. და რადგან ეს არ მოხდა, ალბათ მაინც დიდია იმის შანსი, რომ თითოეული მათგანი მაინც ემსხვერპლა სან-ფრანცისკოს ყურეს. ესი დარიგით, ეს ვიდეო უნდა გამოსულიყო 2025 წლის ბოლოს, მაგრამ თუ ამ მონაკვეთს ისმენთ, ეს რორამე ჩაწერილია 28 დეკემბერს. ესე იგი, უკვე ახალი წელის დადგა და მოსალოცი მაქვს. გილოცავთ 2026 წელს, მაპატიეთ რომ წინა საახალწლო რაღაც განწყობა მაინც და მაინც ვერ შეგიქმნით ჩემი ვიდეოთი, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ 2026 წელი ბევრად უფრო საინტერესო, ბევრად უფრო კარგად დამუშავებული, ბევრად უფრო ხარისხიანი ვიდეოებით იქნება დახუნძლული და აი ამ პირობების გარდა მინდა თითოეულ მათგანს, თითოეულ თქვენგანს უпростоრად ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო იმისთვის, რომ ჩემს გვერდით ხართ, არხი გაქვთ გამოწერილი, ვიდეოებს ალაიქებთ და არ გეზარებათ. მოკლედ, მადლობა თითოეულ თქვენგანს, გისურვებთ ბედნიერებას, გისურვებთ წარმატებას და გისურვებთ იმას, რომ 2026 წელი მინიმუმ ისეთივე წარმატებული ყოფილიყოს თქვენთვის, როგორიც წარმატებული ჩემთვის იყო 2025. მინიმუმ, იმიტომ რომ ჩემთვის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო წელი იყო. დროებით.